ნიკუშ, გავედით? გავედით. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა. მოკლედ, დღეს ვარ ძალიან გახარებული, იმიტომ რომ დადგა დღე, როდესაც ინდიანი გამომხავს ცენტრიდან ნული გარბენით. ალბათ ბევრს გიკვირთ, რატომ ვარ ასეთი აღფრთოვანებული. საქმე იმაშია, რომ 5 წლის წინ ზუსტად მე და საბა ვიყავით მისული ინდიანის წარმომადგენლობაში და მაშინ დავჯექ ესე ინდიანზე და ვთქვი, რომ აი რა მაგარია თქო რა და ამას როდის გამოვიყვან ნული გარბენით, აი ესე როგორც ახლა აქ არის თქო და ეგრე აგიხდეთ ყველას ყველაფერი კარგი. დღეს მოვედი რომ გავიყვანო ინდიანი ნული გარბენით ცენტრიდან და მაგითო ვარ ასე გახარებული. რატომ ვარ ამ ბრენდის მიმართ ასეთი ლოიალური და რატომ მომწონს ასე? მაგას უკვე აგიხსნით იმ მოტოსთან ერთად, რომელიც თქვენ არჩიეთ 3200 ადამიანზე მეტმა მიცა ხმა მაგ მოტოს და ეხლა ავალ და გაჩვენებთ რა მოტო ავარჩიეთ და თან ამ ყველაფერს მოგიყვებით და ინდიანის ისტორიასაც გაგაცნობთ. ასევე გეტყვით ყიდვის პროცედურები როგორია, ნახავთ საინტერესოა ჩემი აზრით, ამიტომ მოდი აღარ დავკარგოთ დრო და წავედით. ესე იგი, მეგობრებო, ახლა ვართ ავტოგალერეში. ავტოგალერი არის ინდიანის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აქ მეორე სართულზე არის ინდიანის წარმომადგენლობა. ხედავთ, სხვა ავტომობილებიც არის და აი აქ არის უკვე ინდიანის კუთხე და აგერ დგას ის ჩვენი მოტოც. აუ აი ამ ორ მოტოს შორის უნდა გავიკეთებინა არჩევანი მე და თქვენ. ჩემგან მარჯვნივ არის ინდიან სკაუტ 101 და მარცხნივ არის ინდიან სკაუტ კლასიკი. თქვენ აირჩიეთ ინდიან სკაუტ კლასიკი და ეხლა ვიყიდი ამ მოტოს, რადგან თქვენ ასე აირჩიეთ. სხვათა შორის 3200-ზე მეტმა ადამიანმა მიცა ხმა ვოუთინგში, ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, საკმაოდ კარგი აქტიურობა იყო, მაგრამ სანამ ახლა მოტოს ვიყიდი და პროცედურებსაც გაჩვენებთ, მოდი გავიაროთ, რასა და რას შორის ქონდა არჩევანი და რა არჩიეთ თქვენ. მოდი დავიწყოთ ინდიან სკაუტ 101-ით. ეს არის ინდიან სკაუტ 101, რომელიც არის საიუბილეო მოდელი. 101 წლის თავთან დაკავშირებით გამოუშვეს ეს მოტო 101. ბაზა ერთი და იგივეა საბოლოო ჯამში. უბრალოდ ამ მოტოს ცოტა სტილი აქვს სხვა. შედარებით მოსპორტულო სტილია. 6 ცხენის ძალით მეტი აქვს და აქ რაღაცა ფიჩერები, რის გამოც ეს მოტო ცოტა ძვირიც კი ღირს. ბევრი არა, მაგრამ ძალიან ესე მიზერით უმნიშვნელო ძვირი ღირს. მაგალითად, ამოტრიალებული ამორტიზატორები აქვს. რეგულირებადი ამორტიზატორები მოყვება უკვე მოტოს, როდესაც ყიდულობ, იმაზეც შეგიძლია დააყენო, მაგრამ ამას მოყვება. ასევე ფერი არის შავში გადაწყვეტილი, გამშვებიც აქ შავია, თუ დააკვირდებით იქ ქრომია, მაგრამ იმაზე მერე ვილაპარაკოთ და ეს არის უფრო საიუბილეო მოდელი, რომელიც უფრო ტექ-ტიპია და რაღაც სპორტული ფიჩერები აქვს. რაც ყველაზე მეტად მე ამ მოტოში მომეწონა არის, რომ წინ აქვს ორმაგი სამუხრუჭე დისკი და ბრემბოს სამუხრუჭე სისტემა, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სტილი კლასიკისგან განსხვავდება, მაგალითად აი აქ კრილო გადაჭრილია და აქამდე მოდის მარტო და საბურავებით სხვა აყენია რა. ეს არის ინდიან სკაუტ 101, ის საიუბილეო მოდელი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ორთაგან, რომელიც უნდა აგვერჩია. ეხლა მოდი გადავიდეთ კლასიკზე. აი ეს კი არის ინდიან სკაუტ კლასიკი, რომელიც თქვენ აარჩიეთ და ერთად ავარჩიეთ რა. ეს არის უფრო კლასიკური დიზაინის მქონე მოტო, ცოტა უფრო ესეთი დაკუნთული და ესეთი ჩაფსკვნელი ტიპია. აქ გვაქვს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ქრომი, იმიტომ რომ კლასიკაა ეს უკვე აი ყველაფერი ქრომშია თუ დააკვირდებით, რაც მე მაგრად მომწონს. უკანა კრილო არის ესე გადასული ბოლომდე ის კრილოში განსაკუთრებით ეს ფორმა მომწონს, იმიტომ რომ ავტომობილებში იყო ეპოქა, როდესაც მიხვდნენ რომ აეროდინამიკა იყო მნიშვნელოვანი. ეს დაიწყო დაახლოებით 30-იანი წლების ბოლოდან და იმ სტილში ესეც გაკეთებული აეროდინამიური კრილოა უკან რა, რაც მე ძალიან მაგრად მომწონს. აქ გვაქვს სტანდარტული ამორტიზატორები, წინ გვაქვს ერთდისკიანი სამუხრუჭე სისტემა და უფრო არის აი კლასიკისკენ წასული. სხვათა შორის ინდიანი ამბობს, რომ ჩვენ აქ ფესვებს დაუბრუნდითო და ამაში სწორია. ვიზუალურად თუ დააკვირდები, პირველ აი ძველ ინდიანებს ძალიან გავს, სტილი მაქსიმალურად გადმოღებულია და რა თქმა უნდა თანამედროვე დროსაა მორგებული და რაც ძალიან საინტერესოა, ეს ინდიანი უკვე შეღებილია ინდიანისთვის კლასიკურ და დამახასიათებელ წითელ ფერში.
ეს იყო ინდიანისფერი ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ მაგას ცოტა მოგვიანებით ისტორიაში მოგიყვებით. რა თქმა უნდა, ეხლა ამ ვიდეოში მე თქვენ მოგიყვებით ინდიანის ისტორიას, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მე ავტომობილებს და ყველანაირ ტექნიკას ვაფასებ ბრენდების მიხედვით და ბრენდის ისტორიას ყვები. და ამიტომ ვარ ინდიანის ბრენდის მიმართ უფრო ესეთი ლოიალური. მაგრამ მოდი ეხლა ეგ ცოტა მერესთვის გადავდოთ, ახლა ამ ორ მოტოზე დავრჩეთ და დეტალურად ეხლა გავიაროთ რა განსხვავებაა ამ ორ მოტოს შორის და რატომ მომწონს მე ერთი მეორეზე მეტად. მოდი სხვაობებზე საუბარი დავიწყოთ ინდიან 101-ით. სიმართლე გითხრათ, როდესაც აქ შემოვედი მოტოს ასარჩევად და შევხედე ამ ორ მოტოს, ეგრევე ვიფიქრე, რომ მეთქი ვსიო 101 მინდა და მორჩა. ანუ თავიდან 100%-ით მეგონა რომ 101 მინდოდა და დამეთანხმებით ალბათ რომ ამის მიზეზი მქონდა. იმიტომ რომ ამ მოტოს ვიზუალი განსხვავებული აქვს. აი წინ ეს ფარი და ეს ფორმა ძალიან უხდება, უფრო რაღაცნაირი აი გამორჩეულია ერთი შეხედვით რო შეხედავ და თვალს იტაცებს რა, თვალს ახარებს ძალიან. და ნუ მე კიდე რო ჩავეძიე იქ დეტალები რომ ამას აქვს ამორტიზებული დაკიდების სისტემა, უბრალოდ ამორტიზატორები, შესრული დაკიდების სისტემა, რაღაცა საიუბილეო მოდელია. რაღაც უცბად დავიკერე რა და იმას ყურადღებას არ ვაქცევ. მე რო დავფიქრდი და ესე რო შევხედე, დავინახე რაღაცა დეტალები, რის გამოც დაახლოებით 9 საათში 40 წუთში უკვე ზუსტად ვიცოდი რომ ეს მოტო მინდოდა. და ეხლა მოდი დეტალები გავიაროთ რა სხვაობა. პირველ რიგში ეს არის უფრო სპორტული ვერსია და ამის გამო ჯდომი გაქვს სხვა. აი მაგალითად ამ მოტოზე ზიხარ ასე რა. ჯერ ერთი სკამი ცოტა ისეთია, წვრილია უფრო სპორტული სკამია და ზიხარ ცოტა წინ გადაწეული ასე. პირველ რიგში, როდესაც გადავჯექი ამ მოტოზე, ვიკითხე, რომ აი ამაზე თუ დგება სხვა საჭე. იმიტომ რომ წარმოვიდგინე, რომ ბევრი სიარული მომიწევდა ამ მოტოთი, მაინც და მაინც არ მომეწონა, იმიტომ რომ წინ ხარ გადაწეული. არა და მე მოტო ეხლა იმიტომ მინდა, რომ რეგიონებში მინდა ვიარო და თან ვიდეოებსაც გავაკეთებ ხოლმე შემოგთავაზებთ. და როდესაც ასე ზიხარ, კიდე ისე არაფერი არ არის, მაგრამ წასულზე ესე არ ხარ რა, წასულზე ხარ ასე. ანუ რაღაცნაირად გადაკეცილი ზიხარ. მესმის ბევრს მოწონს ეს ჯდომა, სხვათა შორის ჰარლი დევიდსონ სპიდსტერის ჯდომაა ეს, მაგრამ მე არ მომწონს, იმიტომ რომ ზურგს მიღლის და დისკომფორტია ჩემთვის. ასე რომ ეს იყო ერთი დიდი, ასე ვთქვათ, მინუსი ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დახვეწილია ტექნოლოგიურად, ძალიან, როდესაც ამ მოტოზე დავჯექი, მივხვდი, რომ უფრო ჩემი ჯდომა იყო ეს. და რატო? ამ მოტოს უფრო აქვს კლასიკური ჯდომა. აი ეს შედარებით გამართულად ზიხარ, აი ფეხსაც რო შემოადებ, მაინც კარგად გამართულად ზიხარ და ბევრად უფრო კომფორტულია. და კონკრეტული სკამი რომელიც ავიღე, მე რომელიც მომწონს რა, აქ საერთოდ კომფორტულად ვზდობ თავს და ჩემთვის ეს ძალიან კარგია და ძალიან მისაღებია. რა თქმა უნდა, მესმის რომ მოტო არის პერსონალური რაღაცა და ყველამ თავის თავზე უნდა მოირგოს და ის მოტო უნდა არჩიოს, რაც თვითონ მოწონს, მაგრამ აი ჩემთვის ამ წუთას ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ეს უფრო მისაღები და მორგებულია. თუმცა რა თქმა უნდა, მეგობრებო, მეც მესმის და ალბათ თქვენც კარგად გესმით ეგ რომ ეს ჯდომის პრობლემა არის სუფთად პერსონალიზირებული რამ და ეს არ ნიშნავს რომ ერთი მოტო მეორეზე უკეთესია. ორი ადამიანი გვერდ-გვერდ რო დააყენო, ერთ შეიძლება ერთი ჯდომი მოწონდეს, მეორეს მეორე და ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს სიკარგ სიცუდის ამბავში რა. ასე რომ თავიდან ბოლომდე ეს ორი მოტო არის გემოვნების ამბავი. მეტი არაფერი, ეს არის გემოვნების ამბავი და მორჩა. და ახლა მივედით იმ ნაწილზე, რატო ინდიანი რა, მე რატო ავირჩიე ინდიანი. მოკლედ, როდესაც დავპოსტე ინდიანის შესახებ, ძალიან ბევრმა დაწერა, რომ აი ჰარლი იყიდე, ასე შემდეგ რა. ნახეთ, მე რო ინდიანი ავირჩიე, არ ნიშნავს, რომ მე ჰარლი არ მომწონს. ჰარლი არის ძალიან მაგარი მოტო. აი ძალიან მაგარი მოტოა. უბრალოდ მე მინდოდა ინდიანი. და საერთოდ მოტოს ყიდვა ესე მოვიფიქრე, რომ აი ავტოზე შევედი და ინდიანს დაუწყე ძებნა რა და რამდენიმე ინდიანი შევარჩიე. უბრალოდ მე გამახსენდა, რომ საქართველოს ინდიანს ქონდა წარმომადგენლობა. ავტოგალერიის აქვს წარმომადგენლობა და ყიდვისას კაი ბენეფიტებს გთავაზობენ. აი მაგალითად შეგიძლია ლიზინგი გააკეთო 1 წლიანი უპროცენტო, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ფასი ღირს რაღაცა, X ფასი როგის, ლიზინგითაც იგივე X თანხას იხდი, უბრალოდ 1 წელზე გადაგინაწილდება რა. ასევე ანგარიშტორება შეგიძლია გაკეთო ისეთი როგორც შენ გინდა გადარიცხვა, გინდა ქეში მოიტანე, რაც გინდა ისქენი, გარანტია მოყვება 2 წლიანი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოტოს როდესაც ყიდულობ, რთული გასარკვევია იმას წარსულში რა ქონდა და მაგის გამო ზედმეტი თანხის გადახდა მიღირს და თუ ვინმე ახლა მაგალითად მე არ გამიკეთები, მაგრამ ლიზინგს თუ აკეთებს ვინმე, ჩემი აზრით რომ უფრო ლოგიკურია ეგ ამბავი, ეგ არის და სერვისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რა. მეცოდინება რომ მოტო არის სერვისე, მოვიყვან დავასერვისებ და всё, ეგ არის რა. გავიყვან დასერვისებულს. ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ აი ინდიანი რატომაც მინდოდა, იყო ის რომ ბრენდს უცემ დიდ პატივს. და რატო? ზედაპირული
ინფორმაციით არ შემოვიფარგლები და რა თქმა უნდა მოგიყვებით ინდიანის ისტორიას. მაგრამ ეგ იქნება უკვე კადრებით, voice-overით და რავი, თუ გაინტერესებს შეგიძლიათ უყუროთ, თუ არ გაინტერესებს შეგიძლიათ პირდაპირ ყიდვის სცენაზე გადაახვიოთ. დავიწყოთ. ინდიანის ისტორია 1898 წელს იწყება, როდესაც ინჟინერმა და გამომგონებელმა ოსკარ ჰედსტრომმა გადაწყვიტა, რომ დაეფუძნებინა ველოსიპედების კომპანია. ხოლო 1901 წელს მას შეუერთდა ჯორჯ ჰინდი, რომელიც იყო ველომრბოლელი. 1902 წელს მათ წარმოადგინეს თავისი პირველი ქმნილება, ველოსიპედის ჩარჩოზე გაკეთებული მოტოციკლეტი. მაშინ მოტოციკლეტები ძირითადად მოტორიანი ველოსიპედები იყო. ველოსიპედს უბრალოდ აიღებდნენ ხოლმე, მოტორს და საწვავის ბაკს დაადგამდნენ და ეგ იყო მოტოციკლეტი რა. ინდიანმაც ეგ გააკეთა. სხვათა შორის ინდიანი იყო პირველი ამერიკული მოტოციკლეტის ბრენდი. ერთი წლით უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე ჰარლი დევიდსონმა. 1902 წელს მათ მხოლოდ და მხოლოდ 3 მოტოციკლეტის გაყიდვა შეძლეს. მაგრამ მომხმარებელს იმდენად მოეწონა ინდიანის მოტოციკლეტი, ის იმდენად დახვეწილი და ინოვაციური იყო, რომ 1903 წელს უკვე 125, ხოლო 1904 წელს 500 ცალი მოტოციკლეტი გაყიდეს. აი ასე გადაიქცა ინდიანი ყველაზე მსხვილ მოტოციკლეტების კომპანიად 1910-იანი წლების ბოლოს. ინდიანის დომინაცია ბაზარზე მხოლოდ მისი ხარისხის გამო არ მომხდარა. ინდიანი ბევრ რეკორდთან არის დაკავშირებული. მაგალითად 1903 წელს ჯორჯ ჰინდიმ ინდიანით განავითარა 56 მილი საათში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო იმ დროისთვის, რომლითაც მოტოციკლეტს ოდესმე უვლია. გარდა ამისა, 1911 წელს ერვინ კენონბოლ ბეიკერმა ინდიანის მოტოციკლეტით შეძლო და გადაკვეთა ამერიკა. დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპირომდე. მან 11 დღე მოანდომა ამ ყველაფერს და ამ ხნის განმავლობაში ინდიანს არანაირი სერვისი არ დაჭირვებია. ამით მან ჯერ ერთი რო რეკორდი დაამყარა, ყველაზე სწრაფად გადაკვეთა ამერიკა დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპირომდე, რაც მაშინ მომხდარა და მეორე აჩვენა თუ რამდენად გამძლე იყო ინდიანის მოტოციკლეტები. ამ ყველაფერმა ინდიანი უმოკლეს დროში გადააქცია დომინანტ ბრენდად. ამან კი განაპირობა ის, რომ ინდიანი პირველი მსოფლიო ომის დროს იყო მთავარი მომწოდებელი მოტოციკლეტების ევროპული არმიებისთვის. ხო, ისა გერმანული არმიებისთვის არა. გერმანიას ვინც ებრძოდა იმ არმიებისთვის. მოკლედ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ინდიას მთელი მსოფლიო ხელის გულზე ჰქონდა და ბატონობდა კიდეც. ხო, რო არ დამაუწდეს. ეს არის ინდიანის საფირმო წითელი, რომელიც მან 1904 წელს მიიღო. მოგვიანებით მან ეს ფერი დაკარგა და დაიბრუნა მხოლოდ 2025 წლის მოდელში, ზუსტად იმ სახით, რომელიც თავიდან ჰქონდა. მანამდეც ჰქონდა რაღაც წითელი ფერები, მაგრამ აი ის, რაც მანამდე ჰქონდა, ამ მოდელში დაიბრუნა და ამიტომ ვიყიდე მე სწორედ აი ეს მოდელი. ასეთი ლამაზი, ჩემი აზრით, არც ერთი სხვა ფერი არ არის ინდიანის მოტოციკლეტებში. მე ჩიფიც მაგრად მომწონს. ინდიანის სხვა მოდელია ჩიფი და ეს იმიტომ მირჩევნია, რომ აი ამ ფერშია. აი რაღაცა გრაციოზული ფერია რა. ასეთი სხვა ფერი არა აქვს ინდიანს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ინდიანმა შეძლო და დაიპყრო მთელი მსოფლიო, მაგრამ სამწუხაროდ დაკარგა ამერიკის ბაზარი. იმის გამო, რომ ინდიანი გადართული იყო ომის ეკონომიკაზე და ევროპულ ჯარებს ამარაგებდა თავისი მოტოციკლეტებით, მან ვეღარ გაუწია კონკურენცია ჰარლი დევიდსონს ამერიკულ ბაზარზე და ჰარლი დევიდსონი გახდა დომინანტი ბრენდი. პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ინდიანმა დაკარგა ყველაზე მსხვილი მომწოდებლის სტატუსი. 1922 წელს ინდიანი ამერიკის ბაზარს დაუბრუნდა ახალი მოდელით, Indian Chiefit, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი მოტოციკლეტი იყო, რომელიც მანამდე საერთოდ საზოგადოებას ენახა. 1927 წელს კი მან შეიძინა AC motor corpi და გამოუშვა პირველი 4 ცილინდრიანი მოტოციკლეტი, რომელიც იმდენად რბილად მუშაობდა, რომ მსგავსი მანამდე არავის არაფერი ჰქონდა ნანახი. ამ სირბილისა და 4 ცილინდრის გამო Indian 4 გახდა ინდიანის ფლაგმანი და ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ამერიკული მოტოციკლეტი. 1930-იანი წლების დეპრესიას ინდიანი გადაურჩა. ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ ის შეერთდა DuPont family-სთან და გამოუშვა ახალი მოდელები, უпроსორად ახალი ფერები. მაშინ ინდიანი იყო ერთადერთი მოტომწარმოებელი, რომელიც ამდენ ვარიაციას თავაზობდა მომხმარებლებს ფერებისას. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე თამამი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მაშინ მოტობრენდები ძირითადად შავი ფერის მოტოციკლეტებს აწარმოებდნენ ხოლმე. 1930-იანი წლების ბოლოს, როდესაც ომი დაიწყო, ინდიანი შეიძლება ითქვას, რომ თამაშგარე აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ 30-იან წლებში ის ძალიან პოპულარული იყო თავისი 4 ცილინდრიანი მოტოციკლეტით, რომელსაც ამერიკის პოლიციის დეპარტამენტს აწვდიდა. მაშინ ამერიკის პოლიციის დეპარტამენტი ინდიანით გადაადგილდებოდა. ამით ისარგებლა ჰარლი დევიდსონმა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს ევროპის ჯარების ბაზარზე შევიდა.
როგორც იცით, ჩემმა მაყურებლებმა და ვინც არ იცით, გირჩევთ რომ ეს ვიდეო აუცილებლად ნახოთ. BMW-ს ვიდეოში მე მოვყევი თუ როგორ მოიპარა Harley Davidsonმა BMW-სგან მოტოციკლეტი. Harley Davidsonმა ადგა პირდაპირ დააკოპირა BMW R71. ეს მოტოციკლეტი მაშინ იმდენად უსწრებდა დროს, რომ ყველა მიხვდა, რომ ამაზე უკეთეს ვეღარაფერს შექმნიდან, ამიტომ ადგნენ და პირდაპირ დააკოპირეს. დაკოპირებული BMW იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომში ქვეყნებს, რომ გერმანიასთან ბრძოლა შეძლებოდა და გამკლავება, BMW-ს საპირწონედ Harley Davidson-ის მოტოციკლეტები შეიძინეს. ანუ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მოწინააღმდეგე ქვეყნების მთავარი მომწოდებელი Harley Davidson-ი გახდა თავისი დაკოპირებული BMW-ს მოტოციკლეტით. ინდიანი თამაშგარეთ დარჩა და ომის ეკონომიკის კიდევ ერთხელ გადატანა ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ მაშინ თავარი ფული ომში იშოვებოდა და რადგან ამის გარეთ დარჩა, ხალხსაც არ ქონდა იმის დრო და ნერვები, რომ მოტოციკლეტები შეეძინა და გაყიდვების დაუვარდა და 1950-იანი წლების დასაწყისში უკვე ინდიანი გაკოტრების პირას მივიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1950-იანი წლების დასაწყისში ინდიანს უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა, 1953 წელს კი გაკოტრების შესახებ განაცხადი შეავსო. და შეიძლება ითქვას, რომ ინდიანის ერა აქ დასრულდა. და საკმაოდ დიდხანსაც დასრულდა. 1990 წლამდე ინდიანი უბრალოდ გამოდიოდა სხვადასხვა ბრენდების ქვეშ, აწარმოებდა სკუტერებს, მინი მოტოციკლეტებს, ველოსიპედებს და მსგავს რაღაცეებს. ანუ ინდიანს ის ინდიანი, რასაც თავის დროზე აკეთებდა, აი ეს დახვეწილი, სუპერბილი, ინოვაციური ძრავები აღარ შეუქმნია. მაგრამ საბედნიეროდ 1990 წელს შეძლეს და ინდიანის გაცოცხლება დაიწყეს. ამერიკულმა კომპანია IMCOA ლაისენსინგმა ძალიან დიდხნიანი სასამართლო დავის შემდეგ ინდიანის სახელი და ყველა მისი პატენტი შეიძინა და მისი ბაზარზე დაბრუნება დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისში უკვე ინდიანი ისევ აწარმოებდა მოტოციკლეტებს, მაგრამ ინდიანის ბოლომდე დაბრუნება შეიძლება ითქვას მოხდა 2010-იან წლებში, როდესაც ამერიკულმა უზარმაზარმა კომპანია Polarisმა შეიძინა ინდიანი და ჩაასხა უამრავი ფული, რომ აი ის ძველი, დიდებული, ულამაზესი, ინოვაციური მოტოციკლეტები დაებრუნებინა ბაზარზე, რომელიც ხალხს ასე ენატრებოდა. საქმე იმაშია, რომ 1940-იან წლებამდე ინდიანი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, ინოვაციური, კარგად გაყიდვადი და ბაიკერების საყვარელი მოტოციკლეტი იყო. თუმცა დაახლოებით 50 წლიანი პაუზა ჰქონდა და ამ 50 წლიანი პაუზის განმავლობაში ხალხს იმდენად უყვარდა ინდიანი, რომ ძველ მოტოციკლეტებს ინახავდნენ და აკეთებდნენ. ხოლო 2010 წლის შემდეგ კი, როდესაც უკვე Polarisის ხელში აღმოჩნდა, ინდიანი მთელი ძალებით დაბრუნდა. მათ პირველ რიგში შექმნეს ლეგენდარული Indian Scout, რომელიც ინდიანის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მოტოციკლეტი იყო, ეგრევე დააბრუნეს შემდეგ მოგვიანებით ჩიფი და რამდენიმე სხვა მოდელის დაამატეს. დღესდღეობით ინდიანი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოტოციკლეტების კომპანიაა და იმ პირობებში, როდესაც უზარმაზარ მოტოციკლეტების მწარმოებელ კომპანიებს წლიდან წლამდე უკვე გაყიდვები უმცირდებათ, დღეს ინდიანი იზრდება. ამერიკაში ამბობენ, რომ ინდიანის ახალი ერა იწყება, თუმცა ამაზე საუბარი ჩემი აზრით ჯერ ცოტა ადრეა. მაინც Harley Davidson-ია, თავისი ადგილი უჭირავს და მაინც დომინანტია. თუმცა ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ინდიანს აქვს. კარგი, ეს იყო ინდიანის ისტორია მცირედ, რომელიც ჩემი აზრით საინტერესო იქნებოდა რომ გწოდოთ. მოდი ახლა დავბრუნდეთ მისი ყიდვის პროცესზე. იმედია ისტორია მოგეწონათ, მეგობრებო. ბევრი ვიმუშავე ძალიან, რომ ეს ისტორია თქვენთვის მომეყოლა და გამეზიარებია ჩემი დამოკიდებულება ინდიანის მიმართ. აწი კიდევ უფრო დეტალებში გავივლით ამ ყველაფრის რა. ახლა კი წამოდი, მოტო ვიყიდოთ, ასევე შევუკვეთოთ რაღაცა დეტალები, რომელიც ამ მოტოზე მინდა რომ გქონდეს, იმიტომ რომ კასტომიზაცია შეგიძლია. იქ ჩანთები მინდა, იქ წინა სანათის შესვლასაც ვფიქრობ, რაღაცეები რა, მოკლედ, ფული დავხარჯოთ რა. წავედით, პროცედურასაც განახებთ, როგორ გაკავს მოტო აქედან და მერე უკვე გზაზე გავიდეთ და შევაფასოთ რა ავარჩით. რა მირჩიეთ? გეტყვით რა საბოლოო ჯამში შევაფასოთ. წავედით. მოკლედ მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ სანდრო, ჩვენი მეგობარი, რომელიც დაგვეხმარება ეხლა რომ მოტოს შეძენის პროცედურები გავიაროთ რა.
თანხის გადახდა, მოტოს შემოწმება, მე იქ რაღაც დამატებით კიდე ისინი ფიჩერები მინდა ეს ჩანთები და რაღაცეები, მაგეების დათვალიერება, რის შეკვეთა შეიძლება, რისი არა, ასე შემდეგ და მე უკვე ამასობაში ყველა ყიდვის პროცედურა გულისხმობს, რომ მოტომ უნდა გაიაროს PTI- ანუ შემოწმება, აქ მანამდე შემოწმებას გაატარებენ და მე უკვე ჩავიყვანთ ლიფტის მოტოს და გავიყვანთ და გავალთ რა. კაი, მოდი ახლა რითი დავიწყოთ? რითი დავიწყოთ და გავაფორმოთ ხელშეკრულება. მე ჩავიდეთ თანხა შევიტანოთ სალაროში. მე ამოვიდეთ გავაფორმოთ მოტო, ამასობაში ჩავაყვანინოთ მოტოს და PDI-ს გავატარებთ. მე უკვე წავედით. მოკლედ ესე იგი ახლა ვართ თანხის გადახდის მომენტში, თანხას გადავიხდით, მე იქნება გაფორმება, PTI-ზე უკვე მოტო შეყვანილია დრო რომ მოვიგოთ და მე ჩაუჯდებით ფიჩერი. ერთი ეგზემპლარი შეგრჩება და შენ მოტოს მაშინა დაგეწერება, ანუ გარანტია როგორ აქვს, ანალიზა აქვს და win კოდი მაგ აპლიკაცია, მოტოს აპლიკაცია. Ride command-ი გვაქვს, ანუ Indian Motorcycles-ი, რომელშიც ასევე არეგისტრირებს შენ მოტოს, გიჩვენებს ძაბვას, დაახლოებით ლიტრაჟობას ბაკში რამდენი ლიტრი დაწვავი გაქვს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის უშუალოდ ზამთრისთვის უფრო მეტად, იმიტომ რომ როცა აჩერებ მოტოციკლს და ამოწმო იგწნის ვოლტაჟი ბატარეის და ასე შემდეგ, რომ არ დავარდეს ისე ძაბვა, რომ რაღაც მომენტში დაგჭირდეს გამოყენება მოტოციკლად არ დარჩი. მოკლედ ახლა უკვე მივედით იმ მომენტში, როდესაც მოტო გადის ტექნიკურ შემოწმებას და მანამდე მინდა აქსესუარები რაღაც ჩემი მოტოსთვის და აგერ საბუკავს ხოვე რომ ერთად ავარჩიოთ, იმიტომ რომ რაღაცები გემოვნების ამბავშიდაც უნდა შევარჩიოთ რა. და სანდრო დაგვეხმარება. კი ბატონო. როგორ ძალიან მარტივად გვაქვს მოწყობილი, ისედაც სამომავლოდ მე შენითაც შეგვეთა დაგჭირდეს რაღაცა მსგავსი იყოს, ანუ აქ უთითებ ჩვენ მოდელს, პირდაპირ შენი მოტო ვარდება აქ რა მოტოც არის, win კოდითაც შეგიძლიათ, ასე მანუალითაც შეგიძლიათ რომ შეიყვანოთ ეს მოტოა, ეს ფერი და ასე შემდეგ და ჩაიგდეთ თქვენ მოტოს პირდაპირ და მე გადავდივართ უკვე რა ფართები გვჭირდება, ანუ რა aftermarket ნაწილები და პირველ რიგში ალბათ მაინც უფრო წავიდოდით ბეგებისკენ, ანუ გვერდზე საბარგულებისკენ. პრიორიტეტულად ყველაზე ახლა არის ჩანთები. ოკეი. ესენი როგორ დგას მოტოზე? აი მაინტერესებს რა. აი გავუსწავლე. იმიტომ რომ აქ არის ორი ჩანთა, ერთი შეიძლება პატარა, მეორე შეიძლება დიდი. კი ბატონო. ანუ ფიტინგის ამბავში, ანუ ძალიან საინტერესოა ეს, რომ შენ მოტოს როცა შეკყავს უკვე, ხო, მაგალითად, ანუ ის რომ მაგალითად ჩამოსული ნაწილი რაღაცა კუთხით არ წავიდეს შენ მოტოზე, ნუ გამორიცხული არის რა. და ის რომ უბრალოდ ვიზუალური მოგეწონოს და ეწეროს ბუბერზე მიდის მაგალითად, ანუ ეგ არ არის აქტუალური რა. აქ არის თაკეთი ის, რომ ჩვენ თუ ჩავწერთ თქვენ მოტოს ზუსტად, ის ფიტინგი აუცილებლად ექნება რა. ოკეი. და ის აშკარად ტყავივით გასხვდები, აი ნახე, აი ეს მუკუჭულ ვარიანტში და ამას აშკარად ტყავში შიგნით რაღაცა სიმაგრეა. აი სამოვწეროთ ინვოისის მომენტში, ორივე ფასის მომენტში და მე ვიდეოებს ჩაუჯდები YouTube-ზე რა და ნახავ რა ხელებია რომ მაგის მიხედვით გადავწყვეტ. მე მაშინ კოდებს ჩავიწერ ამაც ის რომ მე ადუალად ძალიან დიდი როარი. ხო, ეხლა შევხედავ რა ვნახოთ რა შეიძლება არც მჭირდება ვაფშე საერთოდ მაგ ხელა რა და ის ყოფნის და ვინჩილდი მინდა კიდე, იმიტომ რომ მაგრა უხდება ამის ვინჩილდი. იმენა როჟაა რა ვინჩილდი. აი ეს ხო არ არის ვიწრო შედარებით. აბა ნახე. ეს იგივე რაც რან გავხსენით, პროცესი ეს მაღალი არის. ვინჩილდი ავარჩიეთ, მოკლედ, ასევე საბარგულებიც ავარჩიეთ, handlebars და hand controls შევხედოთ, მოდი ახლა რა გვაქვს. ხო, იმიტომ რომ მაღალი საჭმელი და შედარებით რა. ეგ ზოგადად ინდივიდუალური არის შეკვეთის სამყავზე რა. შენი საჭე სამთა როგორ არის ესე კომფორტული გზნობი, იმიტომ რომ არის რეალურად მაღალი საჭე არის, ეგ არ არის დაბალი საჭე. და შენსკენ არის გადმოწეული რა. ანუ მაგის რეგულირება ჩვეულებრივად შეგვიძლია. რო დაარეგულირება მაგ შემთხვევაში, რომ ანუ ცოტა ზემოთაცია რომ უფრო მაღალი დგომი ქონდეს ხელებზე და თუ ოკეი იქნება, ოკეი, თუ არა მაგაზე მაღალი საჭე შეუგვეძოთ მერე უკვე. კარგი. მოდი მაინც მაღალი საჭეც ჩავდოთ მაინც და ვიკითხოთ თუ წავა. აი, მოკლედ მე კაი, მაგის ინვოისები გეხვეწები. მე მაშინ და მაშინ გადავალ ნომერს ავარჩევ რა გარეთ. ოკეი. მოკლედ გაფორმდა ყველანაირი საბუთი და მადლობა. ჩემი ნომერი სად არის? ეს არის ტექპასპორტი, ეს არის ნომერი. პატარა ფოტკა უნდა მივარტყათ აქ. всё. კაი, წავედით ახლა მაშინ ჩავა ლიფტით მოტოციკლეთი დაბლა, მე დაბლა დავხვდები და გავდივარ.
აი ასე. ჩემი პირველი ინდიანიც შევიცინე. სამწუხაროდ ამ ვიდეოში ტესტ დრაივი ვერ იქნება, რადგან ჯერ საკმარისი დრო არ გამიტარებია ჩემს მოტოსთან. თუმცა, როდესაც ეს ვიდეო დაიდება, ტესტ დრაივიც მალევე მოხვდება. ახლა კი მინდა გითხრათ რეალური მიზეზი თუ რატომ ინდიანი. საქმე იმაშია, რომ ინდიანის ისტორია საოცარია. აქ არის ყველაფერი, რაც ბრენდს უნდა ქონდეს. აღმასვლა, მარცხით, რეკორდები. თუმცა, ეს არ არის ისტორია, რის გამოც მე ინდიანის ლოიალური გავხდი. ისტორია, რის გამოც მე ინდიანს სხვანაირად შევხედე და მისი ყიდვა გადავწყვიტე, საერთოდ სხვა რამეს ეხება. უბრალოდ სხვა ვინმეს. ახლა მე მინდა მოგიყვეთ ალბათ ყველაზე ლამაზი ისტორია, რომელიც ოდესმე მომისმენია. და ის ამ ადამიანს ეხება. ბარტ მონროს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც არ აქვს არც რესურსები, არც რაიმე განსაკუთრებული ნიჭი და არც რაიმე დატოვებული, რომელსაც შეეძლო რომ მისთვის ხელი შეეწყო. როგორ შეუძლია ასეთ ადამიანს, რომ მთელი მოტოსამყარო გადაატრიალოს ერთი ჩხირით. ეს ისტორია მაშინ იწყება, როდესაც 21 წლის ბარტ მონრო 1920 წელს ინდიან სკაუტს ყიდულობს. მაშინ ამ მოტოციკლეთის მაქსიმალური სიჩქარე 55 მილი იყო საათში. თუმცა ბარტ მონროს ეს არ აკმაყოფილებდა. მას სურდა, რომ მისი მოტოციკლეტი უფრო სწრაფი გაეხადა. საინტერესო ფაქტი ამ ისტორიის შესახებ ისაა, რომ ბარტ მონროს არ ქონია მიზანი, რომ მისი მოტოციკლეტი უბრალოდ უფრო სწრაფი ყოფილიყო. მისი მიზანი ბევრად უფრო დიდი იყო. ბარტ მონრომ მიზნად დაისახა, რომ გამხდარიყო ყველაზე სწრაფი ადამიანი ორ საბურავზე. და ამ მიზნისკენ მოძრაობა მან 1920 წლის იმ დღესვე დაიწყო, როდესაც მოტოციკლეტი შეიძინა. ბარტ მონროს არც რაიმე განსაკუთრებული ფინანსური და სხვა რაიმე სახის რესურსი ჰქონია. ის დილით მაღაზიაში მოტოციკლეტების გამყიდველად მუშაობდა და შესაბამისად საკუთარ ოცნებაზე სამუშაოდ მხოლოდ ღამე რჩებოდა დრო, როდესაც თავის დღის სამსახურს მორჩებოდა. ფინანსებისა და რესურსების არ ქონის გამო ბარტ მონროს რაღაც ნაწილების დამზადება საკუთარ სახელოსნოში უხდებოდა და მე არ ვლაპარაკობ დეკორატიულ ნაწილებზე, რომელსაც მოტოციკლეტზე გარედან დააყენებდა. არა. ბარტ მონრო საკუთარ სახელოსნოში ისეთ ძირითად ნაწილებს ამზადებდა, როგორიცაა დგუში, ცილინდრი და ძრავის სხვა ნაწილები. რა თქმა უნდა, როგორც ყველა დიადი მიზნის დროს ხდება ხოლმე, ბარტ მონროსთან წარმატება მაშინვე არ მოსულა. პირველად, როდესაც მან რეკორდის დამყარება ცადა და ამერიკაში წავიდა, ის უკვე 47 წლის იყო. 47 წლის. 1956 წელს ბარტ მონრო პირველად ესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ იუტას მარილიან ტბებზე რეკორდის დასამყარებლად. მან თავისი ხელით გაკეთებული ინდიანი ჩაიყვანა იქ და რეკორდიც დაამყარა. იმ დღეს 57 წლის ასაკში ბარტ მონრო გახდა ყველაზე სწრაფი ადამიანი ორ საბურავზე. მას შემდეგ ბარტ მონრო 10 წლის განმავლობაში კიდევ 10 ჯერ ესტუმრა იუტას მარილიან ტბებს, რადგან უკვე ადგილობრივი ლეგენდა იყო ეს ადამიანი, ყველა მასზე წერდა, ყველა მასზე ყვებოდა, არავინ იჯერებდა, რომ მან შეძლო და ძველი საბურავებით და სახლში დამზადებული ძრავის ნაწილებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. შემდეგი 10 წლის განმავლობაში სასაცილო ისაა, რომ ეს რეკორდი გააუმჯობესა. ამ 10 წლის მანძილზე ბარტ მონრომ სულ 3 რეკორდი დაამყარა და ბოლო რეკორდი, რომელიც მან დაამყარა, დღემდე მოუხსნელი. 1967 წელს მან 296 კილომეტრის საათში სიჩქარით გაიარა და ის გახდა ყველაზე სწრაფი ადამიანი ორ საბურავზე, რომელიც ისტორიას დაუფიქსირებია იმ კონკრეტულ კუბატურაში. მოდი ახლა ყველამ გავიაზროთ ეს ისტორია რა. ბარტ მონრო ყიდულობს მოტოციკლეტს 21 წლის ასაკში. 21 წლის ასაკში ჯერ შეიძლება წვერიც არ აქვს ბოლომდე ამოსული. ისახავს მიზანს მთელი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ არც ფული აქვს, არც რესურსები და არც დრო, მუშაობს ამ ბიზნის მიღწევაზე და პირველად 57 წლის ასაკში მიდის რომ ცადოს. პირველად 57 წლის ასაკში ნახულობს მის შრომას ქონდა თუ არა აზრი. ხოლო შემდეგი 10 წლის მანძილზე ყოველ წელს იქ ჩადის და 3 ჯერ ახერხებს რეკორდის გაუმჯობესებას. მეგობრებო, ეს ალბათ
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ისტორიაა, რომელიც ამ დედამიწაზე მომხდარა, ამ პატარა პლანეტაზე. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ მე აღარასოდეს შემიხედავს ინდიანისთვის როგორც ჩვეულებრივი მოტოციკლეტისთვის. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ინდიანი ჩემთვის არის სიმბოლო. სიმბოლო იმ ყველა მაგარი, ლამაზი და დასაფასებელი თვისებისა, რომელიც ამ ადამიანს ჰქონდა. სიმბოლო ჟინის, მიზნისკენ სიარულის, სიმბოლო იმისა, რომ ადამიანს ყველაფერი შეიძლება რომ გამოუვიდეს. ერთი საინტერესო ფაქტი. ბარტ მონროს მიკრომეტრი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ჩხირი, რომელიც სხვა მოტოციკლეტის დისკიდან მოხერხა. ეს მოტოციკლეტი არის სიმბოლო, რომ ყველას, მე, შენ, თქვენ, ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია რომ ყველაფერს მივახციო, თუ გვექნება ის, რაც ბარტ მონროს ჰქონდა. მიზანდასახულობა, მიზანსწრაფულობა, ჟინი და ჩხირის გამონახვას ყოველთვის შეძლო. ასე რომ მეგობრებო, აი ეს არის რისი თქმას თქვენთვის მინდოდა. ეს არის ის, რის გამოც მე ინდიანს ასე ძალიან ვაფასებ. თუ ამ ისტორიის კითხვა და მოძიება დაგეზარებათ და ბევრი დევს სხვათა შორის სტატიაც და ინფორმაციაც ინტერნეტში, შეგიძლიათ ფილმი ნახოთ, გირჩევთ ყველას ყველაზე სწრაფი ინდიანი, ასე ქვია. და იქ არის ამ ადამიანზე მოთხრობილი. ფილმიცაა გადაღებული ამ ადამიანზე. ახლა მინდა რომ ეს ვიდეო ამით დავასრულო. და შევაჯამო ერთი რაღაცა რა. ჩემში, ისევე როგორც თქვენში, ყველაში არის ბარტ მონრო. ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ყველაფერს მიაღწიოს და არ გაითვალისწინოს არანაირი დაბრკოლება, რომელიც ცხოვრებაში ხდება. არ აქვს მნიშვნელობა სად დაიბადე, არ აქვს მნიშვნელობა რა გაქვს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი შვილი ხარ. თუ შენ მოინდომებ და თუ შენ გექნება მიზანი ყველაფერს მიაღწევ. ძალიან დიდი მადლობა ყველას. იარეთ თქვენი მიზნებისკენ, იოცნებეთ სამყაროს რისკიანი ადამიანები და მეოცნებეები უყვარს და ყველაფერს კარგს გისურვებთ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები.